ყველა სავალდებულოა ის რომ ასეთ სახში მოხვდა. მოხუცებულობად საკმარისია და მე სწორედ ამიტომ წამოვედი აქ. თუმცა ადამიანს შეუძლია საერთოდ არცადაც არ დავიდეს თუ არ სურს. ნავი იცურია. ადამიანი სადმე უნდა წავიდეს, იცით რა თუ დიდხანს ცოცხლობთ. ადრე თუ გვიან ასეთ სახლებში ამოყოფთ თავს. ხენ მართალი ბრძანდები. მაგრამ თუ კაცს აქვს შესაძლებლობა არ მოგატყუოთ ძალიან დიდარი ხალხი მინახავს ასეთ სახლებში. მარტო ეს არის და ჯინი ახლა ის თამაშია. ჯინჟანი ხო, ნუ პრინციპი ერთი და იგივეა. დაბრძანდით და აგიხს. სპატაშორის მე გახლავართ უოლერ მარტინი. მე ფონსია დორს. საცია. თუ კომბინაციას შევაგროვებ, მე შემიძლია გადმოვშალო კარტი, ხო? არა. იცით რა, უნდა დაელოდოთ სანამ ყველა კარტი მოვიდოდეს კომბინაციაში. შემდეგ იმ დარჩენილ კარტს გადმოვაბრუნებ და იტყვით ჯინ. ჯინ. თანახმად. ხო, სხვა შორის არსებობს კიდე მეორე წესიც თამაშის დასამთავრებლად. დაკაკუნების წესი. დაკაკუნების. ხო, აი მაგალითად თუ თქვენი კარტი მიჩვენეთ არა კომბინირებულია, ხო, აი ეს ორი არის, აი ეს 6-იანი და 7-იანი, არა კომბინაციაშია, თქვენ შეგიძლიათ დააკაკუნოთ და გამოაცხადოთ, რომ მე ვაკაკუნებ 8 ქულით. თუ თქვენი კარტი 8 ქულაზე მეტია, მაშინ მე ვრჩევ მოგებული და თუ 8 ქულაზე ნაკლებია, თქვენ
გასაგებია? გასაგებია. მაგრამ იცით რა, მე ჯერჯერობით ჯინის ვარიანტი უფრო მომწონს. კეთილი და პატიოსანი, რატომ თქვენ გონიათ რომ ეხლა ჯინს მიიღეთ? რა ვიცი, მათ ვითამაშოთ. ხო. Francia Waleri Francia Waleri Francia Waleri კულებს ყოველთვის ნევანგარიშობ მომეცით ეს კარტი ავჭრი დავიწყებთ იცით მე ეს თამაში ძალიან მოწონს 3 რატომ მომწონს? და იცით მე-11 თქვენ და მე-11-ს იცით რატომ გაძლევთ რომ თამაში თქვენ უნდა დაიწყოთ. მე ის მომწონს თუ შენ ჯინს გამოაცხადებ შენი პარტნიორი სახტად რჩება ხო? სორია არა ეგრე ხო შეიძლება მე თქვენი კარტი დავინახო. არა ჩამოდით. რა საშინელება რა არის ეს ნუკლექტოიზმი? იცით რა მეგონა მე დღეს რა ნახვალთა დღეზე ამბობ? მე მეგონა რომ დღეს საშინელება იქნებოდა. ო ესე იგი ნახვალთა ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის 15 წუთის წინა ვინმეს რომ ეთქვა რომ მე აქ ჯინის თამაშს გავმართავ არა ეს საშინელება ოჯახი ყავთ? დიახ ყავს რა თქმა უნდა მყავს ჩემი ვაჟიშვილი ლერი 45 წლისაა მისტერ დორსი ცოცხალია იცით ჩვენმა ქორწინებამ გასტანა მხოლოდ 4 წელიწადი ლერი 2 წლისა იყო როცა გავშორდით ერთმანეთს გასაგებია არა ოლტერი მართლა გარდაიცვალა დიდი ხანი არ არის მას შემდეგ მე ერთი დაცა მყავს ატავაში ცხოვრობს 15 წელიწადი არ მინახავს თქვენი ვაჟიშვილი აქ ცხოვრობს ამ ქალაქში? არა ისა და მისი მეუღლე დენვერში დასახლდნენ. დენვერი, ალბათ ვერც მას ხვდებით ხშირად. წელიწადზე მეტია რაც არ მინახავს, არ მოსულა აქ. მე ორი შვილიშვილიც მყავს, ორივე ბიჭებია. თქვენ შვილები გყავთ? კი, მყავს. მოიცადეთ? მე მგონი ჯინი მყავს, აბა ნახე. მიჩვენეთ? აბა ნახე. აგერ 3. სორია. ძალიან კარგი. აი, ეხლა ჯინისთვის თქვენ გეწერებათ 25 ქულა. მე სრვიანი და გულის სრვიანი და ცხრიანი ვერაფრით ვერ მოვიშორე. მას შემდეგ კიდევ გემატებათ 17. ესე იგი 17. უკვე 42 სახარწმელია 42 ქულა პირველ ხელში. მე ძალიან ბოდიშვილი, მაგრამ როცა ვსაუბრობ, იცით, მე მაიცდება რას ვაკეთებ. ეს ხელი ძალიან კარგად ითამაშეთ რატო? ალბათ ახალ ბედას არა, რატომ? აი მაგალითად ბევრი მოთამაშე იმ ორ პაპას მაშინვე მოიშორებდა, მაგრამ თქვენ ვერ შეელიეთ და მიიღეთ კიდეც მესამე. მაგრამ მე ხო არ ვიცოდი რამდენი სტრატეგია სჭირდება ამ ჯინის თამაშს. იცით, მე რა უნდა მეკითხა თქვენთვის.
მე-11 აი თქვენ. მე მინდოდა მეკითხა თქვენი შვილების შესახებ. სამი შვილი მყავს. ნუ ასაკოვანი, რა თქმა უნდა. ორი ვაჟიშვილი, ერთი ქალიშვილი, მაგრამ მე მათთან დიდი ხანია კავშირი აღარა მაქვს. ის საშინელებაა, რომ კავშირი გაწყვიტეთ მათთან. ეს მოხდა მრავალი წლის წინათ, სხვა შორის მეც გაღრილი ვარ ცოლთან. მას არ უნდოდა, რომ შვილებთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. შემდეგ ის სხვა ქალაქში გადასახლდა. მე ვერ გავყევი საქმე არ გამიშვა, შემდეგ ის მეორედ გათხოვდა და კაცმა რო თქვას, ამით დასრულდა ყველაფერი. ის ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაგემართათ თქვენ. მაგრამ მამაკაცები ხანდახან ღირსნი არიან. არავინ არ არის ამის ღირსი. არა, მე თქვენზე არ ვამბობ. ღმერთმა დამიფაროს, მე მეუღლე მყავდა მხედველობაში. სულ ერთია, არც მას უსურვებდი ასე ძვერს. ჯინ. ეს რა ვქენი? ხომ ვიცოდი, რომ ბალეტებს აგროვებდით, არა და მე თვითონ მოგეცი ბალეტის. რა უბედურება, აი ევს ლაყბობდა იმის ბრალია მე ამისი. მე უკაცრავად, მაგრამ მამა ჩემი სალამწაოს სიტყვებს არ ამბობდა. ალბათ თქვენ მასთან არასოდეს გითამაშეთ. არა, სულ ერთია. მამა ჩემი კარც არ თამაშობდა. პაპიროს არ ეწეოდა. ღვინოს არ სვამდა, ქალებს არ დასდევდა. იცით რა? დიდებული არის. მაგრამ ამ ბოლო დროს მე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე მამა ჩემზე. რაღაც უცნაური კაცი იყო. კიდე კარგი რომ პარტნიორებთან ჩემზე უფრო კარგი ბედი ჰქონდა, გაუმართლა. თქვენ არ ქონიათ პარტნიორებთან ბედი? სხვათა შორის აქაური საჭმელები თქვენ კუჩს არ გიშლიეთ? სავსებით ნორმალური შეკითხვაა. იცი, მე არ შემიმჩნევია. შეამჩნევთ. სხვათა შორის თქვენ რა საქმიანობას ეწეოდით? ბაზრის კონიუნქტორი ვიყავი. ესე იგი რა საქმეს აკეთებდით? მე არ მესმის. შემოვლით. აი თუ ვინმეს ქონდა რაიმე საქონელი გასაყიდი, ვეუბნებოდი თუ ვისთვის მიეყიდა და რა ფასად. იცით, მე ასეთ საქმეებში ვერასოდეს ვერ გავერკვიე. იცით რა? იყო ასეთი შემთხვევა, რომ მინდოდა ერთი კომპანია ჩემი კლიენტი გამხდარიყო. ოთახში სხედვად და ვსაუბრობთ. ამ დროს პრეზიდენტი მომიბრუნდა და მეკითხება, მაინც რა დაჭდება ყოველივე ეს? იმხანად მაშინ ძალიან ბევრი მეთქვა, ვიცოდი რომ 500 დაждდებოდა, მაგრამ მე 400-ზე შევჩერდი და იცით რა? ისევ ნერვიულობდი, რომ ერთი მარცვალი წამოუწდა 4. ამ დროს პრეზიდენტი მიუბრუნდა ერთავის გას და ეუბნება. არის 4000. ბევრი ხომ არ იქნებაო და ის პასუხობს. არა სერ, 4000 საკმაოდ ნორმალური თქმა. თქვენ ალბათ რაღაცას გზავთ ველებ. ღმერთია მოწმე, რომ ასე თქვა. საკმაოდ ნორმალურია. მაგრამ თქვენ არ უთხარით, რომ თქვენ 400 ვარაუდობთ? რაო? არ უთხარით, რომ 500-ზე მეტი არ ღირს? იცით რა?
იმდენი ღირდა, რამდენის გადახდასაც აპირებდნენ. ჯინ მიჩვენე. ნუ სორია. აი, ეს 23 ქულა დამრჩა კავშირი. აქ სადამე ფუნქციას 23 ქულა. მაგრამ ოთახები ძალიან პატარაა. აი თუ გინდა რომ მოათავსო შენი ალადიდება 2 მეტრიანი კოლოფში. თქვენ ნივთები გააქვთ? რა უყავით? გავრიდე. ეს ძალიან ძნელია, როცა შორდები ნივთებს, რომლებთანაც შეჭრული ხარ. Stop. გადავიჩეხეთ. რატო? რა ვიცი, მე გადავიჩეხეთ. ეს. და ხო, არა წამოვიდგარ ვარ, იმიტომ რომ არ არის. მე თამაშია დაპატიცა. თუ გუშინდელი თამაშით ვიმუშელებ, არა მგონია რაიმე სიძნელეს წააწყდეთ. ეხლავე მასშტაბები ფონსია, უელერი. ხათაშორის ჩვენ ოჯახში. მე ფონსიას არ მეძახდნენ, ფონსი. ფონსი. კერამელი გირჩენია. ჩემთვის სულ ერთი. მაშინ იცით რა? მოდით, მე იმას დაგიძახეთ, რა ცენაზე მომადგენო. ძალიან კარგი. მართლა 1 2 3 4 5 10 11 თქვენ. ჩავწეროთ 11. უნდა გითხრათ, რომ მე ამ თამაშით ვისვენე. ჯინი მართლაც რომ დასასვენებელი თამაშია. თქვენ უკვე ითამაშეთ? ეს ითამაშე. იცით რა? ნუ ითამაშეთ. არა, მე ვანგარიშო. დაიცადეთ? აბა. მე ვაკაკუნებ 3 ქულით. თქვენ მე მითხარით, რომ ჯინი არასოდეს არ გითამაშია, ხო? არა, თქვენ მე ერთი კვირის წინ ამიხსენით დაკაკუნების წესი. ხო, მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს, თქვენთვის ცოტა არ იყოს ის ბუნდოვანი. არა, მე გითხარით, რომ მე ყველაფერი გავიგე, ხოლო ეხლა მე მაწყობს ჯინის ვარიანტი. არა მგონია.
რომ თქვენი მეხსიერება ვინმე საზრუნავი გახდეს. ეს მიბრძანეთ როგორმე მართალი არ ვიყავი? მართალი ვიყავით, მართალი, მაგრამ 45 ქულა ფონსია. ნამდვილად გეწერებათ 45 ქულა. ეხლა ავჭრი, ახლა დავარიგებთ. აბი. Ათი ხომ მე-11 თქვენ. Well. თქვენ მოშუშული პომიდორი გიყვართ? არა. მითამაში. მე არავინ არ მინახავს ჯერ ვისაც მოშუშული პომიდორი უყვარდეს. ძალიან ხშირად აკეთებენ ხოლმე. ой, ეს ძალიან მიყვეს, იმიტომ რომ ბოსტნეული ისეთი ბევრია, ძალიან გემრიელი ამ ამიცა. დიეტის სპეციალისტები ფანტაზიით არასოდეს არ გამოირჩევიან. არა მე სინდის პიცა ვარ, გაცილებით უკეთ მოვამზადებდი კერძს ვიდრე ის გიბრიტი თუ რა ქვიან იმას, რა გიბრიტი თუ რა. გიბნერი. მე ჯინი ვარ. ღვთის გულისად ფონსია. კარტი ხომ ეხლა დავარიგი. მე რა ვქნა თუ ყველაფერი ერთად მომივიდა. ძალიან ხშირად კი მოგდით ხოლმე კარტი, რომელიც თქვენ გნება, ძალიან ხშირად მოგდით. მას სადამე 45 ქულა ფონსიას ძალიან ხშირად მოგდით. პირველი ხელში თქვენ 45 ქულა მიიღეთ, შემდეგ 47 მეორე ხელში დასწავლოს მართლა. თქვენ პირველ ხელში 11 ქულა არ მიგიღია? არა ფონსია. არც ერთი ქულა არ მიმიღია. ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ. უკვე თქვენ მალე მოიგებთ. რამდენი ხანი ავთამაშოთ და ერთ-ერთი ხელი ვერ მეუბნებით რომ მოიგებთ, ველერ მოიგებთ. გმადლობთ. 1 2 3 4 Vale. Jin. რაჯი. არ ვიცი რა ვთქვა. არა, თავბრუს ყველა გქონდათ. რა ვიცი მე. და ესე ყოველი გიგებოდი რომ თავბრუს. აი ესე ერთი მე თქვენ. თავბრუს. დარიგებიდან. დარიგებიდან. რომელი? ერთი, ხო? და მე თქვენ, კი ბატონო. მესტო რა საშინელი თავბრუს ხვევა მქონდა. ახლა როგორ ახართ? არა უშავს ალბათ აი აბებმა მიყვეს. აქ რო გამომიწერეს ახალმა ექიმს. თქვენ ექიმს უნდა გააშინჯოთ. მე მგულისხმობ თქვენს პირად ექიმს და არა აქაურ სოციუზრუნველყოფის ექიმ არა ბაშებს. მე უზრუნველყოფის ხარჯზე აქ არ დახმავა. მithქვამს. მე უბრალოდ გითხარით რომ ექიმს გააშინჯეთ, მეთქი მეტი არაფერი არ. მე შეიძლება ცოტა გამომწევად მომივიდა, მაგრამ ნუ არაფერია ითამაშე. ეს
აი თავბრ რომ დაგესხათ. მაშინ ხომ არ მოგეჩვენათ. ყველაფერი რაღაც უცნაურად, იცით? აი ესეთი შეცვლილი სახით. არა. მე ცოტა თავბრ დაგესხა. Retkin ağam skaviden ar gadmoardi es qoda es. იცით რა, ზოგჯერ როდესაც ჩემთან ოთახში ვზივარ, მანდა იაკაც კი ისეთი შთაბეჭდილება თითქოს ყველაფერი სიზმარეული ხდება და რაღაც იცით აი შიშის გრძნობა მიპრობს ხოლმე შიშის. ის ყველაფერი ნერვების ბრალია. ჩემი ჩამოსვლა? დიახ, თქვენი. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში ასეთი გრძნობა არ მქონია. არა, მე ოდესღაც გამომივიდა ეს გრძნობა, აი როცა ჩემ ქმარს შორდებოდი მაშინ. მე რამ გიშველად? დრო, ველა. ისა მხოლოდ დრო? მხოლოდ დრო. მხოლოდ დრო მითამაშეთ. მითამაშეთ რომ გიშველად. აგერ თამაშო. აგერ თამაშო. ეს მე და ჩამოდით, რატომ არ ჩამოდიხართ? მოიცადეთ. ეხლა მე უნდა დავაგაკუნო, სანამ ამის დროა. ალბათ თქვენ უკვე ჯინი გიჭირავთ ხელში რა? არც არაფერი უკლია. არც არაფერი უკლია. რა მინდა რა ოხრა მინდა ეს აფრენიანი და შვიდიანი და ჯანდაბათ მინდა. ეს მე მინდა. ჯინ. ესე იგი გამოდის რომ მთელი თამაშის განმავლობაში ორი ქალი გეჭირათ ხელში და მესამე ცელოდი. ამის თქმა მინდა და მე. ფონსია. სისულელი ასე თამაში, აი იდიოტობა. რატომ? იდიოტობა, ასეთი თამაში რომ სურათებიანი კარტი გეჭირათ ბოლომდე. მაგრამ მე ხომ მოვიგე. მე რა ფონსია რომ მოიგეთ. შესაძლებელია ორი ხელი მოიგეთ, მაგრამ ამას ჯინის თამაშთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაშინ რას აქვს კავშირი? რას? იღბლიანობას. ვალა, მე გაუგონარი იღბლიანობას ეს არის და ეს მეტი არაფერი კი. ნუ მიყვირით, მე ძალიან გთხოვდი. კარგი. ბოდიში რომ ცოტა მასაუციე ახლა იღბლიანობა 25 კულა ფუნქციას კიდევ აწება. დარი. ხოჩერს ყოველთვის თქვენ უნდა მოიგოთ. მე ახალ უმრობ არ ხუმრობ ფუნქცია. ნუ თუ ერთხელ მაინც არ უნდა წააგოთ. კი, მაგრამ მე ხომ არაფერს არ ვცდილობ. მე არ ვცდილობ. გაიგეთ თუ არა? ხო, თქვენ არ ვცდილობთ. მეტად სანუგეშო სიტყვა არ ვცდილობთ. ამის მსგავსი არაფერი მინახეთ რაღაც დაუჯერებელია. დაუჯერებელია. მე თოთ ნუ მიყვირით. თორემ მე თამაშს შევწყვეტ. მე არ ვითამაშებ უარ. აბა ერთი ამას შეხედეთ ახლა. მივხვდი. თქვენი ბრალი არ არის. მე რომ ჯინის თამაში არ ვიცი არა? გასაგებია. ასია ხომ? იცით რა გითხრათ? საქმე რაშია, იცით? ველა. საქმე იმაში რომ თქვენ
ძალიან სერიოზულად ეკიდებით ამ კაცს. ეს თამაშია. ეს პოთა. იცით რა? რაღაცა ისე სახეს წამოგაწითლათ. ისე გაანათა მე მეშინი არა მე არ დაგემართო. მე რა არის? ხანდახან წამომაწითლებს. მე რა? აი თქვენ დიაბეტი გჭირ. ხო? მე კიდე სხვა რაღაც. არა მე არ ვიტანკებ თვალწინ დამბლა დაეცეთ. ითამაშეთ დამბლაზე მე თვითონ ვიფიქრებ თქვენ ითამაშეთ. ჩამოდით. თქვენ რა? შეგიძლიათ ითამაშოთ თუ ასე გამუდმები ვიღაცა გიყვირის? ხმარ ხარ ვიყვირებთ მე ბოდიში მოგიხადეთ და ეს მე? კარგი ვეცდები თავი შევიკავა. ამაც. ეს მე? ეს მე? ეს თქვენ? ეს მე? რა? ჯერ. გამოტოვა რაღაცა და მე შენ გეტყვის არა ჩეხოვი ამ შექსპირი Fonsi. Baxshi xart. რა გინდა? საუბარი მინდა თქვენთან. უკვე გვიანარი ბინდება შემოდით შინ. აქედან ეხსაც არ მოვიცვი სანამ არ შემოხვათ. არა, მე მინდა აქ ვიყო მარტო, ცოტა ხანს. იცით რა? მე მინდა ბოდიში მოვიხადო უშინდელი ჩემი საქციელისათვის. საშინლად ცუდად ვიქცეოდი და ბოდიშს გიხდით. რა მართლა იხდით ბოდიშს თუ ხუმრობთ? ბოდიშს ვიხდი. აი გუშინ მართლა ვირივით ვიქცეოდი. ძალიან მწუხარო ნერვები აგიშალეთ. და ეხლა ბოდიშს ვიხდი და ესა. თქვენ მე შემაშინეთ. რო იცოდეთ რა საშინელი ხართ, როცა ბრაზობ. შესაძლებელი არის საშიში იყო ჩემი ისა, მაგრამ
არაფერი, მაგრამ ის ისეთი დიდი. მაგიდა რომ გადააყირავეთ? მერე თქვენთვის ხომ არ მისვლი. მაინც მეშინდა. იცით რა ფონსია? მოდით რეალისტურად ვიმსჯელოთ. აი გარდა იმ ორი შემთხვევისა, როდესაც მე წონასწორობა დავკარგე, ჩვენი ურთიერთობა ხო ორივესთვის სასიამოვნო იყო. მე თქვენთან ყოფნა მასიამოვნებდა, მაგრამ ჯინის თამაში თქვენ არ შეგიძლია. რაო? მე ჯინის თამაში არ შემიძლია? ფონსია, მე ჯინს ვთამაშობ? არა. მე მაგას არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ თამაშის დროს თქვენ კარგავთ წონასწორობას. მამაზე ციერო. სულ მალე თქვენ ალბათ ოსტატად წარმოიდგენთ თავს. იცის ღმერთმა, რომ მე ოსტატი არ ვარ, მე მხოლოდ ოსტატურად თამაშობ. ეს ხალი გამაგიჟებს. არა, მე თქვენ გაღიზიანებ, გაიგე? თქვენს გასაღიზიანებლად ვამბობ. ეს არის და ეს? სად არის კარტი? გაიქნა ბლოკნოტი. ამ სახლში ვერაფერს თავის ადგილზე. მე გაღიზიანებთ უბრალოდ, სხვა არაფერი არ არის. ველერ, მე თქვენთან თამაშს არ ვაპირებ. ღვთის გულისათვის, ფონსი. არა, მე სერიოზულად გეუბნებით. კარგი. ნუ ითამაშებთ. შედით შიგნით და იყავით იმ ლენჩებთან. თქვენ მაგრენ ულაპარაკობთ. ნუ დაივიწყეთ, რომ თქვენ სახართ ამ სახლის ნაწილი. სწორე ხართ. თუ ასია, მე სწორედ ის ნაწილი ვარ, რომელიც სუნთქავს. მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს სახლი სხვა არაფერია თუ არა საქონლის საწყობი, დიახ, საწყობი, სადაც ინტელექტუალურად და ემოციურად მკვდარი ადამიანები ცხოვრობენ. არა, განსხვავება ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოძრაოთ. იმათ კი არა, ისინი ავადმყოფები არიან, ეს არის ეს. ავადმყოფები არიან, მათი აქ გამომგზავნი და ამავე დროს ის ბანდა, რომელიც თითქოს და მათულის. რა საზიზღარი ხასიათი გაქვთ. თქვენს ადგილზე მე სვის ნაკლოვანებებზე არ ვილაპარაკებდი. ოჰო. ეს რაღაც ნიშნავს. რატომ თქვენი ვაჟიშვილი არ გნახულობთ? მე ხომ გითხარით, რომ დენვერში ცხოვრობს. მაშინ რატომ თქვენ თვითონ დენვერში არ წახვედით მოხუცთა სახლში? მე ამაზე ლაპარაკი არ ვსურს თქვენთან. აი ახლა როგორ მოვიქცეთ? ჯინი თუ ისინი? ისინი. გეთილი ბატონო, გეთილი წაბრძანდით. რამოდენიმე ხელი კიდე შემიძლია ვითამაშოთ თქვენთან, სულ ერთია. არ მომასვენებთ, ვიდრე არ ვითამაშებ. მას რა უხრობა უნდა ვაკეთოთ ამ სახლში? რა უხრობა ვაკეთოთ? ტელევიზორმა საშინლად მომკანცა. ეს მისის ლოლა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, როგორი იქნება მისი გასვენება.
აკიცი სხვას ვერაფერს ვერ მოისმენთ ამ სახლში ყველა ერთნაირად წუწუნებს და ლაპარაკობს ველე თუ მოვიგე იცოდე ყვირილი არ დამიწყოთ გაიგეთ მე მას ველოდები თქვენ როდესაც მოიგებთ და გაძლევთ პატიოსან სიტყვას არც ვიბოვოქრებ არც არაფერი სიტყვა იცით რა თქვენ პონსია ძალიან უბრალო რამეზე იშლით ნერვებს არა ეს შეიძლება მართალი ხარ მე ზოგი რამე სასტიკად მანერვიულებს აი შეიძლება ეს სისულელია მაგრამ როცა მსახურობდი მეშინოდა რომ შეცდომა არ დაუშვა წერის დროს ასეთი შიში მე არ მესმის არა უოლტერს რომ დავშორდი მე იძულებული გავხდი რომ მე მუშავა მაგრამ სათანადო განათლება მიერ მქონდა საკმაოდ საზრიანი ხალი ბრძანდებით მაგას არ აქვს მნიშვნელობა სულ ერთი ამას სულ მეშინოდა რომ შეიტყოთ რა შეიტყობდნენ მე ხომ დავწერე რომ საშუალო სკოლა დამთავრებული მაქვს მეთქი გესმით მერტო ჩემო ფონსია მაგას რა მნიშვნელობა აქვს თქვენ საშუალო სკოლა დაამთავრეთ თუ არა რამდენი წლისა ბრძანდებით 75-ის 75-ის და თქვენ გეშინიათ არ გაიგონ რომ 50 წლის წინათ თქვენ საშუალო სკოლა არ დაგიმთავრებიათ well ჯინი მიჩვენე აი მე 8 ქულა შემრჩა მაშა სადამე 8 ხო სადარი პონსია უელერი ხო მაშა და მე 25 ქულა თქვენ იმისათვის ჯინისათვის ემატება მას 8 ქულა ესე იგი ასე და ამრიგად თქვენ გეწერებათ 33 ქულა პირველ ხელში და მე კიდე როგორც ყოველთვის ისევ რა მე ძალიან წუხვა ძალიან წუხვა იცით რა ჩემზე მოწუხართ თქვენი თამაში ნეტა მოიგო ნეტა ერთხელ მაინც მოიგო მეკითხარით ჩემზე მოწუხართ მეთქი იცით რა ჩემნაირი ჯინის მოთამაშეს მაგრამ ორს ვერ ნახავ თქვენ სიცოცხლეში გაანალიზა რაო გაანალიზა არ მესმის რას ამბობთ რამდენი ა არის სიტყვაში გაანალიზა 3 რა 4 5 არის სიტყვაში გაანალიზა აი 25 წლის მანძილზე მე რამდენი დავწერე ეს სიტყვა ყოველთვის მომიხდა ლექსიკონში ჩახედა უყურადღებოდ თამაშობ მე რატო აი ახლა რომ გულის ვალეტი მომეცით რატო მომეცით იმიტომ რომ არ მჭირდებოდა და გადავიდა ხო კარგით მაგრამ აი ნახევარი წუთის წინ მე ხომ ვალეტი ავიღე მაშა და მე ვალეტებს ვაგროვებდი მე კი ვალეტებს არ ვაგროვებ გასაგები აი მე ჯინი გავაკეთე აღმერც მაყოფილი ხართ რომ თქვენი გეგმა განახორციელოთ რა გეგმა მე თქვენ გაგაფრთხილეთ რომ მოსაგებად ითამაშეთ მეთქი მე თქვენი დახმარება არ მჭირდება სულებით არ მჭირდება თქვენი დახმარება მოიცათ მოდით აქ და დაჯექით მოდით აქ და დაჯექით
შიდა შევიდე გვიანა. რა გითხარით მე თქვენ მოდით არ გადაჯეროთ. ყველერ ციცრა. რა მე არ მომწონს. თქვენ როცა მოვლენათ ექიმები უეჭვათ ერთ-ერთ მაგას გააშინჯეთ თქვენთან. იქნება რაიმე წამალი მოგცეთ. ექიმებზე მე ვიზრუნებ. თქვენ დაჯექით და ითამაშეთ. იცით რას ვიზამ? აი ახლა მე გამოვარკვევ თუ რა ხდება. აქ რაღაც საიდუმლოება უნდა იყოს, იმიტომ რომ ხომ არ შეიძლება რომ სულ მუდამ თქვენ მოგდიოდეთ ის კარტი, რაც თქვენ გჭირდებათ. განუწყვეტლივ თქვენ მოგდიოდეთ. ახლა ჩვენ აქ გავარკვევთ თუ რაშია საქმე. დაარიგე. აბა ჩამოდით ჩამოვედი. კარტი ჩამოაგდეთ ხო? კარგი. მე ჩამოვაგდებ კარტს და ფონსია სწორედ მას აიღებს. მოიხედეთ ვის ელაპარაკებს? აიღებს. ხომ გითხარ, ვის ველაპარაკები ჩემ თავს? ჩემ საკუთარ თავს. ჩემ პატარა კაცუნას. ვერა ხედავთ? აი აქ რომ ზის. ეხლა მე სწორედ ის კარჩავ, რომელიც ფონსიას სჭირდება. ხომ გითხარი? აიღო, ხომ გითხარი? მეთო ჩემო. ეხლა იცი რა? მოდი ჩვენ ის გავაცუროთ. თვითონ ამ კარტს ჩამოვივარ, მაგრამ უკანასკნელ წამს მე შევცვლი და აი ამას ჩამოვა. ხედავ? ხედავ არ აიღო. არა. ეხლა კი მგონი ვხვდები რაშიაც არის საქმე. ფონსია. თქვენ ჩემ აზრებს კითხულობთ რა. ხომ ასია ხომ კითხულობთ ჩემ აზრებს? აქ ღვთის ხელი ურევია. ხომ ურევია ღვთის ხელი ურევია. ღვთის ხელი ხომ შეწყვიტეთ. უელერ შეწყვიტეთ. ხომ ასია? მე წავალ. გვიანია, მე ცუდათა ვარ. მე წავალ. ჯინი გაკეთეთ არა? არა. არ გამიკეთებია ჯინი. მანუ გეშებთ არა? არა. არა კაცი ვიყო. თუ თქვენ ხელში ჯინი ვიჭერიათ, რაც ხადებ, სანამ სულს არ მომხვდით. არა, გეუბნებით სიმართლეს, ჯინი არა მაქვს ჯერ. მე მჭირდება ერთი კარტი, როცა მივიღებ, მე თქვენ გეტყვით, მაშინ. აი ეს კარტი მჭირდება. გიცხადებთ კიდევა ჯინ. ეხლა ხომ შეიძლება რომ შევწყვიტოთ ეს თამაში. ვინ მოგცათ თქვენ ეს კარტი? მე მინდა ვიცოდე ვინ მოგცათ ეს კარტი? ერთმა მოგცათ. მეთმა მაიმედე ფარა შექვაფაკო. რატომ გააგდე შენი ვაზიშვილისა? ხლა ხვდები,
რატომ არ მოდის შენ სანახავად? ვიცი. ველა, არავით არის დენვერი, არავით არის მანძილი, არავით არის სამუშაო და სხვა. ვიცი, შენ ხელში ის იმდენად ცუდად გწნობა და თავს წყალწახებულად, რომ დღეს სიცრუე, აღარ მოდის. შენ მას ზულხარ. სიცრუეა. ის შენ სამებელს ვერაფერს ვერ აკეთებდა რა? ვერაფრით ვერ გამარა. გაჩივდი. არაფერს შაში არ არის დენვერი. ფონსია სულობს, ფონსია მათყვარა. შენი ვაჟიშვილი აქ ცხოვრობს ამ ქალაქში, შენ ეს კარგად იცი. მას რატომ არ მოდის შენ სანახავად? რატომ არ აფრათაგდებს დედამისს? საიდან იცი როგორ აქ ცხოვრობს? არ ვიცოდი, ვივარაუდე. ივარაუდე. შესაძიზღარო როგორ ვძულხარ. აპატიე. საშინლად აცივდა, ჩამობნელდა კიდეც. ქარიშხალი გვიახლოვდება. ველა, მე შენ გატყუებდი. მე სოციალურ უზრუნყოფის ხარჯზე ვარ. ხო. ჩვენ ძალიან დიდ ხანს ვცოცხლობთ, ფონსია, ძალიან დიდ ხანს. მე ცოტა ფული მქონდა. საავადმყოფომ წაიღო. მე პატარა სახლი მქონდა. მე ვიცი რომ შვილები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ ხო ვიცი ღმერთმა რომ ის საქმე ლერის მქონდა. მაპატი, რაც გითხარი, ისე გითხარი განგებ. მამამისი საზიზღარი კაცი იყო. მე მეგონა ლერი სხვა ადამიანი დადგებოდა, მაგრამ შევცდი. ლერიც იმის ყველაზე წავიდა. იცი როგორ გადამიხადა ჩემი ამაგი. 5 წლის წინა დაიწყო თავისი მამის ძებნა, მოსძებნა. მე უთხარი თუ მამაშენთან არ შეწყვეტ კავშირს, თვალით არ დამენახო მეთქი. ხანდახან ვფიქრობ, რომ
მართლა ვძულარ. ნუ მიაქცევ მაგას ყურადღება ფუნქცია. ნუ მიაქცევ. ალბათ თელი ღამე იწვიმებს. მეც ასე ვფიქრობ. კიდევ ერთი ხელი ხომ არ გვეთამაშ.